სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ეს 57 ნაწილი, რომელსაც დღეს დავიწყებთ, იგივე წელს 2010 წლის 18 აპრილს, ანუ რაღაც ორ კვირაში შედგა. არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი, ეთყობა ბევრი დარჩა ადამიანები, რომლებიც კითხვებზე პასუხი ვერ გაეცა იმ სესიაში. და თუ წინა წლები გამოტოვება იქნა, ეთყობა ახლა შეავსო ბატონმა ჯონმა ამითი. სანამდე პირველ კითხვას დასვამნე, თვითონ დასვა ბატონმა ჯონმა კითხვა, რომელიც ეხება ჩვილების ნათლობას. რას ამბობს ბიბლია ჩვილების ნათლობაზე და რა კავშირია ის წინდა ცვეთასთან. იმიტომ ეს აქტუალურია როგორც ბევრ პროტესტანტებშიც, რო იცოდეთ, მაგალითად რობერტ სპროულის ეკლესია, რა თქმა უნდა, იმ გაგებით არ ნათლავენ, როგორი გაგებითაც კათოლიკები და მართლმადიდებელი ნათლავენ, მაგრამ მათთანაც არის ჩვილების ნათლობა, რაღაცა მიძღვნის ტოლფასად აღწერა რობერტ სპროულმა, ძალიან ცნობილი დებატები შედგა რობერტ სპროულსა და ჯონ მაკარტურის შორის, შეგიძლიათ ეს ნახოთ, თვითონ რობერტ სპროულის იმაზეც დაიდო ორგანიზაციის ვებგვერდზე და ჯონ მაკარტურმა ახსენა კიდევაც, რომ აი რამდენად ტოლერანტულები არიან, რომ არ ამოუღიათო. სადაც ალბათ ჯონ მაკარტურმა 10-10-ზე გაიმარჯვა ლოგიკურად და შედარებებით ბიბლიიდან მოყვანილი მაგალითებით. და ტრადიციებს რო არ დაეყნო არცეც გადმოცემებს. იმიტომ ბატონი ჯონი ამაზე თუ ამაზე ადამიანმა არ მოილაპარაკა, მაშინ ძნელია ადამიანთა დებატებში შეხვიდე, ხო? მაგრამ რობერტ სპროული აღიარებდა ბიბლიის ავტორიტეტს და მან მე მგონია რომ თავი ვერ გაართვა რომ დაეცვა ეს ჩვილების ნათლობა. და კიდევ ვიმეორებ, პრესბიტერიანებში ის დატვირთვა არ აქვს ჩვილების ნათლობას, რასაც ის ახლა წავიკითხავთ, ნახავთ, კათოლიკეები და მართლმადიდებლები ადებენ ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას. ერთ-ერთი საიდუმლოდ არის მიჩნეული. და იცით რომ პატრიარქი რამდენს ნათლავს და არაფერი არ ეთყობათ ამ მონათულებს, მერე მონათული და ქრისტესთან ყოფნის, ხო? ასე რომ ეს სრულიად ვიზიარებ ამ ბიბლიურ ვერსიას, რომ ზრდასრული ადამიანი თუ მონათლაზე ელაპარაკი, რომ ეს არის გახსენება, რაც იესომ გითხრა და ამითი ნაწყლის ნათლობით ადამიანი არ გადარჩება. ჩვენ ვიცით ის მაგალითად ფაქტები, რომ ბიბლიაში ადამიანები სულიწმინდა ქონდათ, მაგრამ წყლით არ იყვნენ მონათლულები, ასე რომ ბავშვების მონათლობა მით უმეტეს ძალიან ის არის ჩვილების, რომლებსაც გააზრებულიც არ აქვს, რას აკეთებენ და არინანიებენ თავიანთ სოდვილ ბუნებას, რომლითაც ისინი დაიბადნენ. აი მოდით მოვუსინოთ ახლა ჯონ მაკარტურს. სალამი, მოგესალმებით ყველას, ძალიან სასიხარულო ამ დღეს. ჩვენი ახალგაზრდებისაგან ჩვენების მოსმენა, როგორც ეთყობა, ნათლობა შედგა და ნათლობის შემდეგ ჯონ მაკარტურმა გადაწყვიტა, რომ ეს კითხვა, ბიბლიურ კითხვა-პასუხების სესია გაეგრძელებინა. როგორც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, ეს ნათლობა შედგა და ეს არის უფლის მადლის ჩვენება ჩვენ ცხოვრებაში. თქვენ ალბათ კარგად იცით ის ფაქტი, რომ ქრისტიანული ეკლესიის, თუნდაც ევანგელისტური ეკლესიის საკმაოდ დიდი ნაწილი იზიარებს და წამთ ჩვილთა ნათლობის, რაც რომის კათოლიციზმიდან არის ნასესხები. და ესეც შემორჩენილია პროტესტანტებში, რომ ჩვილის ნათლობა მათ აღთქმის შვილად აქცევს სხვადასხვა შესაძლო შედეგით. ყველაფერი ეს უბრალოდ სიმბოლოა დაწყებული იმით, რასაც სავარაუდო რეგენერაცია ეწოდება. სავარაუდო რეგენერაციის დოქტრინა, რომელსაც ზოგიერთი რეფორმატორშიც ვიხილავთ ხოლმე. ეს არის ის, რომ თუ ბავშვი მოინათლა, თქვენ ვარაუდობთ, რომ ბავშვი აღდგენილია. იწყება მისი რეგენერაცია. და რადგან თქვენ ვარაუდობთ, რომ ბავშვი აღდგენილია, თქვენ ბავშვს ისე ექცევით, როგორც აღდგენილ ადამიანს. და ეს იწვევს იმას, რაც ცნობილია როგორც პედოზიარება. ახეთ, ესე იგი ბავშვი პედო, ხო? ბავშვის ნიშნავს, რომ ბავშვებსაც ზიარებაში აღებინებენ მონაწილეობას. თქვენ აძლევთ თქვენ შულს, ჩვილ ბავშვს ზიარებას, ზიარების ელემენტების ბლენდერში ათავსებთ და აჭმევთ თქვენ შულს. რა თქმა უნდა, ეს სრულიად უცხოა წმინდა წერილისათვის, მაგრამ ამ პედოზიარებისადმი ინტერესი იზრდება, რადგან როგორც თქვი, ქრისტიანული ეკლესიის დიდი ნაწილი ჩვილთა ნათლობას იცავს. და მე ამ მონათული ჩვილებს ხომ უნდა ზიარებაში შევიდნენ იესოსსა და ესე შეყავთ მათაც ბავშვები, ხო? და პატარა ბავშვი პურს და იმას ვერ შეჭამს ესე და ბლენდერში უნდა მოათავსონ. ამის საპირისპიროდ წმინდა წერილმა მხოლოდ ის იცის, რომ ქრისტეს უფლად აღიარებ და შენი ნათლები. ესე იგი, ჯერ აღიარება უნდა მოხდეს შეგნებულად,
ბავშვი ამას ვერ გააკეთებს და შემდეგ ინათლები. და რა თქმა უნდა, დღეს საღამოს ჩვენ მოვისმინეთ ასეთი ახალგაზრდების უკვე ჩვენებები, ზრდასრული ახალგაზრდების, რომლებიც ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდნენ. სახარების ცოდნის გარდა მათ არანაირი სხვა ცოდნა არ ჰქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ როცა მოვიდა ეს ასაკი, შეგნებულად გადადგეს ეს ნაბიჯი. ასე რომ ქრისტიანულ ოჯახში ყოფნა და დაბადება არანაირად არ არის გარანტია შენი სულიერი ხსნისა. ადამიანმა თავისი ხსნა მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენით უნდა მოიპოვოს. და მე ვამბობდი, როდესაც ვიწრო კარიბჭით შედიხარ, ამას გვეუბნება ბიბლია, ხომ? შენ მარტო შედიხარ იქ. შენ არ შედიხარ ოჯახთან ერთად, არა იმე სხვა ჯგუფთან დაკავშირებით, ერთთან დაკავშირებით. ამიტომ ძალიან შესანიშნავია წმინდა ქრისტიანი ნათლობის დიდი მნიშვნელობა. ეს მორჩილების ძალიან ფუნდამენტალური აქტია. მოინანიეთ და მოინათლეთ. ეს იყო პეტრეს ქადაგება სულთმეფოვნობის დღეს. მოციქულთა საქმეებში გითხულობთ ამას და იქიდან მოყოლებული არაფერი არ შეცვლა. მოინანიეთ, ირწმუნეთ და მოინათლეთ. ესე არის ხომ? მონანიება, მერე რწმენა და მონათლა. ეს არის ხსნის შემდგომი მოვლენა. მაგრამ ჩვილების ნათლობა წარმოიშვა ქრისტიანობის კონსტანტინეს მიერ ვერსიაში. იმპერატორ კონსტანტინემ, როდესაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად აღწია რომის იმპერიაში, რომელიც მე-4 საუკუნეში დაიწყო. ეს გახდა გზა, რომ ყველა ავტომატურად უნდა გამხდარიყო ქრისტიანი, რათა ეკლესია, ეროვნული ძალაუფლება გაერთიანებულიყო და ყველას სრული კონტროლი ქონოდათ. და რეფორმატორები ბევრი არასწორად წარმოქმნილი მიზეზის გამო ამას დაეყრდნენ. რადგან მათ ემუქრებოდა ის ფაქტი, რომ არსებობდა კათოლიკური ქვეყნები, სადაც ყველა ინათლებოდა და ყველა ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი იყო. მაგრამ როდესაც რეფორმაცია დაიწყო, არსებობდა პროტესტანტული ქვეყნებიც, რომლებსაც არ ქონდა ასეთი ერთგვაროვნება და ამიტომ ბრძოლა მიმდინარეობდა იმის შესახებ, რომ გაეხადა თუ არა ყველა ავტომატურად ქრისტიანი. და ამ გზით მათ შეძლოთ ერთგვარად კონტროლი ქონოდათ ყველაზე. ზოგიერთმა თქვას უარი ამაზე. არსებობდნენ ისეთი ადამიანები, თუ გახსოვთ, ანაბაპტისტები. რაც ნიშნავს ხელახლა ნათლობას. და ეს იყო შეურაცხყოფა. მათ ხელახლა ნათლისმცემლებს უწოდებდნენ. კათოლიკური ეკლესიისათვის იყო შეურაცხყოფა, რადგან ამტკიცებდნენ, რომ ჩვილების ნათლობა არასწორი იყო და არაბიბლიური იყო. ანაბაპტისტები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანი უნდა მონათულიყვნენ მას შემდეგ, რაც ქრისტეს მიიღებდნენ და აღიარებდნენ. ასე რომ ისინი ხელახლა ნათლავდნენ ჩვილობის ასაკში მონათულ ადამიანებს. და ეკლესიის ისტორიაში სამწუხარო რეალობა იყო, როდესაც რეფორმაციის ხალხმა, რომლებიც ანაბაპტისტების წინააღმდეგ იყვნენ, ბევრი მათგანი დაახრჩვეს. რეფორმატორებმა თვითონ ეს პროტესტანტები. მათ უთხრეს გსურთ მონათლა თავიდან, ჩვენც ცალხური ნათლობა ჩაგიტარებთ. ანუ ჩააყურყუმავდნენ წყალში და იქ ახრჩობდნენ. და ვერასოდეს ამოხვალ ცოცხალი. ასე რომ ეს იყო სისხლიანი ბრძოლა რეფორმაციის პერიოდში, ნათლობასთან დაკავშირებით. მაგრამ წმინდა წერილის მოწმობა კრისტალურად ნათელია. ბიბლიაში არსად არ არსებობს ჩვილების ნათლობა, არსად. და ზოგიერთი ადამიანი ამბობს, კარგი, ჩვილების ნათლობა ახალი აღთქმის ეკვივალენტურია წინდა ცვეთისა? ამიტომ როდესაც ეს საკითხი წამოიჭერა, მე ვამბობ. ახლა სად აკეთებ თქვენ ბიბლიაში ამას კავშირს? აი, შეგიძლიათ მითხრათ ბიბლიაში მივინითროთ. არ შეიძლება უბრალოდ თქვა, რომ ეს ასეა. სად აკეთებს ბიბლია ამის კავშირს? არ ის სადმე ნახსენები, რომ წინდა ცვეთის ეკვივალენტია? და ნათელი პასუხია, რომ არსად. ბიბლია არსად არ აკეთებს ამ კავშირს. ასე რომ შესანიშნავია წმინდა წერილის მარტივი პრინციპების დაცვა. ძალიან მარტივია, მოინანიებ, იწამებ და ინათლები. და ეს არის ის, რაც დღეს საღამოს ამ შესანიშნავი ახალგაზრდების მიერ მოვისმინეთ. და ეს უბრალოდ დიდი კურთხევაა.
და დიდი მადლობა ამ ჩვენებისათვის, რაც ახალგაზრდებმა შეგნებულად გააკეთეს და დაადასტურეს, დაამოწმეს თავიანთი რწმენა. მადლობა მოსვენისათვის.